მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხდომას. დღის წესრიგით გვაქვს გათვალისწინებული ერთი საკითხი, ეს არის კანონის პროექტი დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. პირველი მოსმენით და მოხსენებელი არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქალბატონი ხათუნა თოთოლაძე. გთხოვთ. მოგესალმებით, განსახილველად წარმოგიდგენთ დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტს პრინციპების დონეზე. განულმა პრაქტიკამ ცხადყო და გამოავლინა კანონის მოძველებული ნორმები, რომელიც ვეღარ პასუხობენ თანამედროვე გამოწვევებს და ამასთანავე სამართლებრივ ჭრილში შეფასების შედეგად კანონის რიგი ნორმები ჩაითვალა არსებულ რეალობასთან შეუსაბამოდ და შესაბამისად დღის წესრიგში დადგა კანონით დადგენილი ნორმების დახვეწისა და არსებულ რეალობასთან მორგების აუცილებლობა. Თქვენს ყურადღებას გავამახვილებ რამდენიმე ძირითად საკითხზე და მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომელიც გვაქვს ინიცირებული, მოგეხსენებათ, რომ სამინისტრო სრულყოფილად ფუნქციონირების ერთ-ერთ სპეციფიურ ელემენტს წარმოადგენს დიპლომატიური თანამდებობის პირების და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის საზღვარგარეთ როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარგზავნა. როტაცია გახლავთ უწყვეტი პროცესი, რომელიც მოითხოვს ყოველ კონკრეტულ ქვეყანაში იმ გამოწვევების და საჭიროებების გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატურის შერჩევას, რისთვისაც უნდა იყოს მკაფიო მოლოდინები და ფუნქციები განსაზღვრული და კონკრეტული ვადით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში უნდა იქნას ის წარგზავნილი. დიპლომატიური თანამდებობის პირებისთვის როტაციის ვადა მოგეხსენებათ არის 3, ხოლო წარმომადგენლების ხელმძღვანელისთვის 4 წელი. კანონის მოქმედი რედაქციით ამ ვადის გაგრძელება შესაძლებელია 6 თვემდე. როგორც მოგეხსენებათ, როტაცია არის კადრების მუდმივად ურთიერთჩაანაცვლების პროცესი, რაც ხელს უწყობს ერთის მხრივ კარიერული დიპლომატიის განვითარებას და მეორეს მხრივ ამცირებს საჯარო სამსახურის კერძო ინტერესებისთვის გამოყენების რისკს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე წარმოდგენილი ცვლილებებით პირველი დიპლომატიური თანამდებობის პირებისთვის და ადმინისტრაციულ ტექნიკური პერსონალისთვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობა იზრდება არაუმეტეს 1 წლამდე ვადით. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კონკრეტული ქვეყნის სპეციფიკის და ამ ქვეყანასთან არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით ხშირ შემთხვევაში აუცილებელი ხდება მივლინებული პირისთვის გრძელვადიანი როტაციის ვადის 6 თვეზე მეტი ხნით გაგრძელების საჭიროება. გარდა ზემოაღნიშნულისა, ტექნიკური ხასიათის ცვლილებები განხორციელდა კანონის იმ ნორმებში, რომელიც ითვალისწინებს როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარგზავნისა და მივლინებიდან გამოწვევის საკითხებს. აღნიშნული საკითხები დეტალურად წესრიგდება მინისტრის ბრძანებით დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით, შესაბამისად ნორმების დუბლირების თავიდან აცილების მიზნით ხდება კანონიდან ამ ნორმების ამოღება და დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში გადატანა. დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის ნორმები ითვალისწინებს დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირის როგორც პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, ასევე საქართველოს როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯის პოპულარიზაციის მავალდებულებელ ნორმებს. მიუხედავად აღნიშნულისა, სამწუხაროდ დღის წესრიგში დადგა მოცემული ვალდებულების უფრო მეტად დაკონკრეტებისა და პრევენციული ღონისძიებების დადგენის საჭიროება. პროექტის თანახმად დაზუსტდა როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებიდან ვადაზე ადრე გამოწვევის ერთ-ერთი შემთხვევა, კერძოდ იმ შემთხვევაში, თუ მივლინებული პირის ქმედება ვერ ამართლებს მისი მივლინების მიზანს, მიზანშეწონილია კანონი ითვალისწინებდეს ასეთი პირის ვადაზე ადრე გამოწვევის შესაძლებლობას. კანონპროექტით შეიქმნა ეთიკისა და ქცევის წესების საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტის დამტკიცების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც უფრო დეტალურ დონეზე მოაწესრიგებს როგორც სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებში დასაქმებული პირებისთვის ეთიკისა და ქცევის ზოგად წესებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული რეფორმის გათვალისწინებით დაკორექტირდა და ახლებურად ჩამოყალიბდა ის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა წრეს, დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირის შეფასების პერიოდულობასთან დაკავშირებულ საკითხებს და სხვა ისეთ ნორმებს, რომელიც შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო საჯარო სამსახურის შესახებ კანონთან. გარდა ზემოაღნიშნული პროექტისა, გვაქვს ასევე რამდენიმე საკითხი,
რომელიც სასურველია გაერთიანეს ეს აღნიშნულ კანონპროექტთან, ცხადია თქვენი თანხმობის შემთხვევაში მოგეხსენებათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესიდან გამომდინარე, რომლის დასრულების შემდეგაც იცვლება სამინისტროს ინსტიტუციური მოწყობა და მიიღება სამინისტროს ახალი სტრუქტურა, ამ რეფორმით დაისახა დიპლომატიური სამსახურის კიდევ უფრო დახვეწისა და საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევის ახლებური სამოქმედო გეგმა. შესაბამისად ის დამატება, რომელსაც გთავაზობთ, არის აბსოლუტურად ტექნიკური ხასიათის და ითვალისწინებს სამინისტროსი არსებული და დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობების სახელწოდების გარკვეულ კორექტირებას. კერძოდ, პროექტი განსაზღვრავს სამინისტროს დირექტორატის დირექტორის, სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის თანამდებობებს ნაცვლად გენერალური დირექტორისა და გენერალური დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორისა. ამასთან აღნიშნულ პირთა წრეს ემატება მინისტრის კაბინეტის უფროსი, დირექტორის მოადგილის თანამდებობები და ეს სახელწოდებები იცავს გარკვეულ ტექნიკურ ცვლილებებს ასევე. კანონში გარდა ზემოაღნიშნულისა, პროექტით ასევე მნიშვნელოვანია განისაზღვროს ეგრეთ წოდებული არარეზიდენტი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ცნება. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქმიანობის ადგილად მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განისაზღვროს როგორც საზღვარგარეთ ადგილსამყოფელი სახელმწიფო, ასევე შეიძლება ეს იყოს თბილისი და მისი საქმიანობის ადგილად, ასე ვთქვათ, რეზიდენცია იყოს განსაზღვრული წარმგზავრის სახელმწიფო, ეგრეთ წოდებული მფრინავი ელჩების ინსტიტუტი, ეს არის ძალიან აპრობირებული და დამკვიდრებული პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში და გადაწყვეტათ, რომ ეს მექანიზმი ჩვენთანაც იყოს ამოქმედებული. ძირითადი მიზანი არის ის, რომ ის ქვეყნები, სადაც ჩვენ ვერ ვხსნით დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და ეს არეალი, ასე ვთქვათ, რეზიდენციით იქ არსებული ელჩების არ არის არც ისეთი ფართო, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხები იყოს ცენტრიდან უფრო მეტად, ასე ვთქვათ, დაფარული და საჭიროების შემთხვევაში ის ელჩები, რომლებიც იქნებიან რეზიდენციით თბილისში, მინიმუმ ალბათ წელიწადში ორჯერ მაინც შეძლებენ, რომ მათი დაფარვის ქვეყანაში ჩავიდნენ და კონდეთ აქტიური კომუნიკაცია. ანუ ესეც, ასე ვთქვათ, სახელწოდებაში უბრალოდ ტექნიკური ცვლილება შევა და შემდეგ უკვე პრაქტიკაში იმედია, რომ ძალიან კარგად და მოქნილად გამოვიყენებთ ამ ინსტიტუტს. დიდი მადლობა, კითხვების შემთხვევაში მზად ვარ გიპასუხოთ. მადლობა, კითხვები თუ არის, ქალბატონო მარიამ. დიდი მადლობა წარმოდგენილი ცვლილებებისათვის. აღნიშნული ცვლილებები კიდევ უფრო მეტად მოიყვანს საგარეო უწყებას, როგორც ინსტიტუციურ მოწყობას, იმისათვის, რომ სწორად და კარგად აღსრულდეს სახელმწიფოს მიერ გაცხადებული საგარეო პოლიტიკის ის ძირითადი მიმართულებები, რაც მათ შორის ჩვენი კომიტეტის მხრიდან იყო გაწერილი, ასევე რაც წარმოადგენს ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებს და შესაბამისად არის ასახული. პირველი მინდა გამოვეხმაურო არარეზიდენტი ელჩების გაჩენის საკითხს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ფინანსური რესურსის დაზოგვისა, სახელმწიფოსთვის ეს იქნება ინტერესი, რომელიც დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესს, როგორც არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში, ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს. თუ გვაქვს ამ ეტაპზე გარკვეული დაახლოებითი რაოდენობა ამ არარეზიდენტი ელჩების გაჩენის, ანუ სრულად იფარება მთელი მსოფლიო თუ როგორ ხდება, ანუ აი ამასთან დაკავშირებით რომ გითხრათ დაახლოებით რა რაოდენობაზე არის საუბარი, თუ არის უკვე გაწერილი და მეორე ერთ-ერთი საკითხი, რაც მედიის უბრალოდ ასე ვთქვათ ოპოზიციური მედიის მხრიდან არასწორად და დეზინფორმაციულად იწევა, ეს არის ელჩების გამოწვევის საკითხი, აი ეს ცვლილება, რაც არის ასე ვთქვათ, ეთიკისა და ეროვნული ინტერესების დაცვის აუცილებლობის საკითხი. ამასთან დაკავშირებით, თუ შეგიძლიათ ეს დეზინფორმაცია, რომ გავფანტოთ, როგორ იცავს სახელმწიფო ამ ინტერესების დაცვას, რომ ეს წარმოადგენს სახელმწიფოს და საზოგადოების მიერ გაწერილ ძირითად ინტერესების მიერ საგარეო პოლიტიკის დაცვას და ამასთან დაკავშირებით მედიისთვისაც და საზოგადოებისთვისაც უფრო რომ გავშალოთ ეს საკითხი. დიდი მადლობა. მადლობა, მეც მაქვს ერთი კითხვა. არარეზიდენტ ელჩებთან დაკავშირებით, თუ შეიძლება რომ მათ კონდეთ ასევე სხვა ფუნქცია სამინისტროში, ანუ გარდა იმისა, რომ კონკრეტულ ქვეყანაში იყოს არარეზიდენტი ელჩი, სხვა ფუნქციაც რა შეიტანოს. ქალბატონო ეკა.
მადლობა ქალბატონო ხათუნა, ნამდვილად დროული და საჭირო ცვლილებები არის იმისათვის, რომ ჩვენი დიპლომატიური სამსახური იყოს კიდევ უფრო მოქნილი და მოერგოს იმ თანამედროვე რეალობის გამოწვევას, რაც დღესდღეობით აწყდება საქართველოს და ზოგადად განვითარების გლობალური ტენდენციები, რასაც გულისხმობს. და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც ხელი შეუწყოთ ამ ცვლილებების დანერგვას და თანამედროვეობის გამოწვევებს ადეკვატურად უპასუხოთ. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ აუცილებლად საგარეო საქმეთა სამინისტრო და საჯარო მოხელეები, რომლებიც ამ სტრუქტურაში არიან დასაქმებულები, ერთგულად იცავდნენ საქართველოს და სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, რომლებიც თავისთავად ასახავს საქართველოს მოსახლეობის ნებას და სურვილს. და მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები ამასაც ითვალისწინებთ. მე ამასთან დაკავშირებით კითხვა არ მაქვს, რადგან ქალბატონმა მარიამმა უკვე დასვა ამის შესახებ კითხვა. მე მაინტერესებს ახალგაზრდებისათვის ამ დიპლომატიურ სამსახურში ჩართვის და მათი კარიერული წინსვლისათვის რაიმე დამატებითი ღონისძიებები ან მექანიზმები თუ არის დაგეგმილი და თუ იგეგმება ახალგაზრდების ჩართვა და ხელშეწყობა ჩვენი ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურში. მეტი კითხვა არ არის, როგორც ჩანს, ქალბატონო ხათუნა, გთხოვთ უპასუხოთ. დიდი მადლობა კითხვებისთვის და ზოგადად საზოგადოების ესეთი მაღალი ინტერესისთვის და გულშემატკივრობისთვის საგარეო უწყების მიმართ. რაც შეეხება არარეზიდენტ ელჩებს, ქალბატონო მარიამ, ნამდვილად ეს ინსტიტუტი არის ძალიან აპრობირებული და კარგად დამკვიდრებული სხვადასხვა სახელმწიფოში. რაც შეეხება დაფარვის არეალს, ზოგადად დღეს მოქმედი საელჩოების მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი მისიების საშუალებით ბუნებრივია მთელი მსოფლიო ყველა ის ქვეყანა, ვისთან ჩვენ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა არის დაფარული და შეიძლება ხშირ შემთხვევაში რომელიღაცა ერთ საელჩოს კონდეს ძალიან ბევრი დაფარვის ქვეყანა, რომელსაც ის ფიზიკურად გარდა იმისა, რომ ორმხრივად არის აკრედიტებული კონკრეტულ ქვეყანაში, არ კონდეს იმის შესაძლებლობა, რომ უფრო აქტიურად იყოს ჩართული დაფარვის ქვეყნებთან ურთიერთობის კონტექსტში. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ შეგვექმნა არარეზიდენტი ელჩების ინსტიტუტი. რამდენი იქნება რაოდენობრივად დღეს ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ სავარაუდოდ შემიძლია ვთქვა, რომ სადღაც 5-6 შეიძლება იყოს მაქსიმუმ და ცხადია, რომ ამაზე ჩვენ დამატებით კიდევ ვმუშაობთ, ვახდენთ იმ ქვეყნების იდენტიფიცირებას, რომლებიც მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ არარეზიდენტი ელჩების გაჩენის შემდეგ უკვე ამ ინსტიტუტის გაჩენის შემდეგ უკვე იყოს გადანაწილებული, ასე ვთქვათ, მათ შორის შეიძლება მათ არ ქონდათ, ასე ვთქვათ, მთელი მსოფლიო, იმიტომ რომ იცით, რომ ჩვენ 80-ზე მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობა გვაქვს ისედაც საზღვარგარეთ და გარკვეული დაფარვის არეალები სხვადასხვა საელჩოების პორტფელში დარჩება, მაგრამ ის ქვეყნები და ის მიმართულები განსაკუთრებით არაღიარების პოლიტიკის ნაწილში, რომელიც ჩვენთვის არის პრიორიტეტული და ვფიქრობთ, რომ შეიძლება უფრო უკეთესად და ეფექტიანად განვითარდეს მათთან ორმხრივი თანამშრომლობა იქნება ამ არარეზიდენტი ელჩების პორტფელში. რაც შეეხება ვადაზე ადრე გამოწვევის საკითხს, მეც ასევე მქონდა, ასე ვთქვათ, ბედნიერება, რომ გავსაუბრებოდი ჩვენს მედია საშუალებებს ერთ-ერთი კომიტეტის დასრულების შემდეგ. პირველი და ყველაზე მთავარი ალბათ საზოგადოების ინფორმირებულობისთვის არის ის, რომ აპრიორი კითხვა ისმება სამწუხაროდ არასწორად. ცვლილება, რომელიც არის ინიცირებული კანონში, არის ძალიან ლოგიკური და შეესაბამება, ასე ვთქვათ, ყველა ნორმატიულ აქტს, რომლითაც ხელმძღვანელობს ზოგადად საგარეო საქმეთა სამინისტრო. რას ნიშნავს კონკრეტული ნორმის გაჩენა ვადაზე ადრე გამოწვევის საფუძვლებში? თქვენ იცით, რომ დიპლომატიურ სამსახურში, ასე ვთქვათ, მივლინებით გრძელვადიანი სამუშაო მივლინებით წარგზავნილი პირებისთვის არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, თუ რა შემთხვევაში შეიძლება, რომ მათი მივლინება იმაზე უფრო ადრე შეწყდეს, ვიდრე ეს არის კანონით განსაზღვრული, ხო? დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისთვის არის ეს 4 წელი და ჩვეულებრივ, ასე ვთქვათ, დიპლომატიური თანამდებობის პირებისთვის ეს არის 3 წელი. ანუ თუ დიპლომატი, რომელიც არის კონკრეტული მისიით წარგზავნილი მივლინებით ამა თუ იმ ქვეყანაში, გრძელვადიანი სამუშაო მივლინებით, რომელსაც აქვს აკისრებული კონკრეტული ფუნქცია და ნებისმიერი დიპლომატი საზღვარგარეთ წარმოადგენს თავის სახელმწიფოს, წარმოადგენს თავის სახელმწიფოს ინტერესებს, უნდა ზრუნავდეს აუცილებლად სახელმწიფოს დემოკრატიული იმიჯის გამტკიცებაზე და იმ პოლიტიკის გატარებაზე, რომელიც არის განსაზღვრული საკანონმდებლო ორგანოს მიერ და რომელსაც მთელი სახელმწიფოს სისტემა ერთიანად ახორციელებს და ამ შემთხვევაში ცხადია, რომ ცენტრალური ორგანო
ერთ-ერთი არის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ პოლიტიკის განმახორციელებელი, თუ რომელიმე დიპლომატი შესაბამისად იმ მიზნებს, რისთვისაც ის არის მივლენილი საზღვარგარეთ და რაშიც სახელმწიფო ძალიან სერიოზულ ინვესტიციას დებს, ვერ ახორციელებს ან ვერ აღწევს იმ მიზანს, ან პირიქით სამწუხაროდ შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში ვერ აღწევდეს მიზანს, მაგრამ შეიძლება მიზანმიმართულად დაუშვათ არ აღწევდეს გარკვეულ მიზანს, ან სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებდეს. ბუნებრივია, აქამდეც უნდა ყოფილიყო ასეთი ნორმა კანონში, რომ უნდა შეეძლოს სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომ შესაბამისი ანალიზის საფუძველზე ასეთი დიპლომატი ვადაზე ადრე გამოიწვიოს, ანუ შეუწყვიტოს მას მივლინება. კითხვები რატომღაც ჩნდებოდა ამასთან დაკავშირებით, ეს არის თუ არა გათავისუფლება, უბრალოდ პირდაპირ ამას აღიქვამდა მედია საშუალებები, რომ თითქოს ეს არის გათავისუფლება. სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები არის სხვა, როტაციიდან ვადაზე ადრე გამოწვევა, ანუ მივლინების შეწყვეტა და ცენტრალურ აპარატში დაბრუნება არის აბსოლუტურად სხვა რამე. ამიტომ ეს არის ალბათ ფართო საზოგადოებისთვის, რომ მკაფიოდ იყოს გასაგები. რაც შეეხება ბატონი ნიკას კითხვას, არარეზიდენტ ელჩებს შეიძლება თუ არა დაეკისროთ სხვა ფუნქციები, ამაზე ახლა მიმდინარეობს მსჯელობა ბატონო ნიკა, ჩვენ სპეციალურად მინისტრის ბრძანებით ვმუშაობთ დებულების პროექტზე, რომელიც დაარეგულირებს ზოგადად ამ არარეზიდენტი ელჩების ინსტიტუტს. ძირითად შემთხვევაში მაინც ყველაზე დიდი აქცენტი იქნება იმ კონკრეტულ სახელმწიფოებზე, სადაც ისინი იქნებიან აკრედიტებული, უბრალოდ ისინი იქნებიან რეზიდენციით თბილისში, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ზოგადად სამინისტროს სისტემაში ნებისმიერ, ასე ვთქვათ, ვერტიკალში, ნებისმიერ თანამშრომელს, ნებისმიერი ტიპის დავალების შესრულების შესაძლებლობაც და, ასე ვთქვათ, აუცილებლობაც აქვს იმ შემთხვევაში, თუ იქნება ასეთი განსაზღვრული მინისტრის მიერ. ამიტომ მგონია, რომ საჭიროების შემთხვევაში, თუ მათ რაიმე დამატებითი, ასე ვთქვათ, ფუნქციების შესრულება მოუწევთ, მით უმეტეს, რომ ისინი იქნებიან ცენტრალურ აპარატში, ეს არ იქნება წინააღმდეგობა. ახალგაზრდების ხელშეწყობას რაც შეეხება და მათ ჩართვას პროცესებში. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ანუ ამ თვალსაზრისით სპეციფიური სახელმწიფო დაწესებულებაა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ანუ ძირითადად მაინც უფრო დიპლომატიურ კარიერაზე არის აწყობილი და ასე ვთქვათ, საკონტრაქტო საფუძველზე არ არის დაყრდნობილი და მნიშვნელოვანია სწორედ რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატებმა გარკვეული საფეხურები უნდა გაიარონ საიმისოდ, რომ შედგნენ დიპლომატებად და სრულფასოვნად შეძლონ თავიანთი სახელმწიფო ინტერესების გამოვლენა და დაცვა. პერიოდულად საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბალ დიპლომატიურ პირველად დიპლომატიურ თანამდებობებზე ცხადდება ხოლმე ღია კონკურსი, რომელიც ბუნებრივია მიმართულია სწორედ იქითკენ, რომ ახალ თაობას და ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა, რომ ისინი სისტემაში შემოვიდნენ და შემდეგ უკვე სისტემაში მათ განვითარებაზე ცხადია, რომ ზრუნავს სამინისტრო სხვადასხვა ფორმით, იქნება ეს მათი გადამზადების სპეციალური პროგრამები, თუ რაიმე აქტივობებში ჩართვა, რაც ხელს უწყობს მათი კარიერულ დიპლომატებად ჩამოყალიბებას და ბუნებრივია, რომ ამას ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ. მნიშვნელოვანია ახალი თაობის და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესში. მადლობთ. დიდი მადლობა. სხვა კითხვები ხომ არ აქვთ კოლეგებს? არ არის კითხვები. მადლობა იმ დაზუსტებისთვის, რომ ესე იგი ეს გამოწვევის შესაძლებლობა ადრეც არსებობდა, ეს არ არის რაღაცა სიახლე, რომელსაც ჩვენ ახლა ამ ცვლილებით ვქნით. მანამდეც იყო ეს ყველაფერი, უბრალოდ დაზუსტება კრიტერიუმები, რომელიც შედეგადაც შესაძლებელი იქნება ადამიანის გრძელვადიანი მივლინებიდან გამოწვევა. თუ კითხვები არ არის მეგობრებო, ვაყენებ ამ ცვლილებებს, მათ შორის იმ ცვლილებებსაც, რომელიც არ იყო მოცემული პროექტის თავდაპირველ ვერსიაში, თუმცა წარმოდგენილი იყო ქალბატონი ხათნას მიერ, გულისხმობ ტექნიკურ ნაწილს იმ დასახელებებისა, თანამდებობების, რომელიც იცვლება და გთხოვთ მხარდაჭერას. მადლობა. საკითხი პირველი მოსმენით მიღებულია, ასევე გაცნობებთ, რომ მეორე მოსმენა, რადგან ეს დაჩქარებული განხილვით არის მოთხოვნილი კანონის მიღება მთავრობის მიერ და დამტკიცებულია ბიუროს მიერ, ჩვენ გვექნება კომიტეტი ხვალ, ასევე უკვე მეორე მოსმენით 11 საათზე და შემდეგ გვექნება ასევე კიდევ ერთი კომიტეტი ხვალ, სადღაც 2-3 საათისთვის გააჩნია, როგორ დასრულდება პლენარული სხდომა, ან როდის გამოცხადდება შესვენება პლენარულ სხდომაზე. ამის მიხედვით, ამიტომ გთხოვთ, რომ ხვალ გაითვალისწინოთ ეს თქვენ გრაფიკში. ჩვენ მეტი საკითხი არ გვაქვს. ბატონო ლევან, თქვენ ხარ იტყოდით ერთ-ორ სიტყვას ჩვენს გუშინდელ ვიზიტზე ბუდაპეშტში საზოგადოებისთვის. დღეს პოლიტიკურ განცხადებას გავაკეთებ და იმაშინ ვისაუბრებ ამ თემაზე. მადლობა. კი ბატონო. კომიტეტის ხდომა დასრულებულია, მადლობა.